That's like ნუ ეს არის ცხოვრება. მამე. მე ვარ 25-ის. ბუდკო უკვე არსებობს მგონი 4 წელია. რაც უკვე დიდი დროა მომენტ. აი. და არის მცენარეების სასტუმრო, სადაც მკურნალობთ მცენარეებს. გარდა ამისა მივდივართ და ბინაში ვრგავთ და ვუვლით მცენარეებს, მკურნალობთ ასევე ბინაში. კიდევ მაქვს მცენარეების კურსი, რომელსაც პერიოდულად ვატარებ და ვორქშოპები. პლენტკი არის ვორქშოპები. და კიდევ გვაქვს უფასო ონლაინ კონსულტაცია, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ხო, მახსოვს მეც ერთხელ დაგიკავშირდი, არ ვიცი გახსოვს თუ არა, ხო, სახლში მქონდა მონსტერას მცენარე, რომელიც იყო ძალიან მოწყენილი და მახსოვს რომ მეთქი, აი, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ და ნუ საბოლოოდ გადარჩა. უნდა გადაგვერგო და აღარ გადავუკეთე, მე აღარ მომწერა. აი, ხო, არ ვიცი რა მოხდა. ანუ იმედი არის ის მონსტერა კარგად არის. მე ეგრე მოხსენდებიან ადამიანები. ანუ ხა რაღაც ვარჯიშობ სადღაც და სულ ხვდებიან ჩემი კლიენტები რატომღაც Max-Space-ში და რაღაც ანუ მეუნებიან ხოლმე და უი შენ ჩემთან იყავი და ანუ მეს ვუყურებ ხოლმე და ხო მონსტერა რო უჭირდა. ანუ ადამიანები მახსოვს ფლენტებით. ე თანაც მონსტერა ძალიან ისეთი პრეტენზიული მცენარე არის ესე მგონია რომ ანუ არა და ანუ თითქოს სადაც შემხედრია ყველა მონსტერას რაღაცნაირი აუ ყველა საქომე მცენარეები კი არა და ფოთლები ცოტა დამჭმარებით. ხო. ნუ common პრობლემა. ჩავიტარე კონსულტაცია. ეგ იმიტომ ხდება რომ ანუ მონსტერა არის სუბტროპიკული მცენარე, ვისი ბუნებრივი გარემოც არის ძალიან ტენიანი. და ძალიან ხშირად მონსტერა მძიმე მიწაში ყავთ და მძიმე მიწაში ოდნავ მეტი წყალი რომ მოსდის აყვითლებს წვეტიან ფოთლის წვეტებს. ყველა ტროპიკული მცენარე მაგას შვება, ანუ ეგ არის ძირითადად ბევრი წყლის ნიშანი. და აი მაგალითად ზამთარში არის ეგეთი ტრენდი, რაც TikTok-ზე შემხვდა, რომ no water January რა, ანუ ზამთარში ვაფშე არ წავენ მონსტერას მაგალითად. და მეც ახლა ამ ზამთარს ვწავდა ჩემ მონსტერაზე ეგ რომ აი ძალიან სამკვირაში ერთხელ წავდი და ეგრევე მაგ წვეტებს მიხმობდა და აღარ წავდი მე ვაფშე. ანუ აი 20 თვეში ერთხელ წავდი და აღარ შვებოდა მაგას რა. ანუ რეალურად ძალიან პატარა წყლის მოთხოვნილება აქვს ზამთარში და ხალხს მაგის გააზრება უჭირს ხოლმე. რომ აი გონიათ რომ კვირაში ერთხელ უეჭველი 1 ლიტრი წყალი უნდა დაასხა და ვაფშე არ არის ეგრე რა. ხო, თან 1 ლიტრი წყალი მგონია რომ ბევრი არის ყველა მცენარეს არც ჭირდება მაგდან. გააჩნია ქოთანს ხო. და როგორ დაიწყო საერთოდ ამის იდეა, ანუ როგორ საიდან მოგაფიქრდა რომ გავიკეთებინა? მარტო აკეთებ თუ ვინმესთან ერთად? ანუ მე და ჩემი მეგობარმა დავიწყეთ და ორივეს ეგეთი რაღაც დაგვემართა რომ პანდემიაში გამოგვიშვეს სამსახურიდან ორივე და დავრჩეთ უმუშევრები და რაღაც ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ერთად, იმიტომ რომ თან ეგის პერიოდი იყო, როცა მანქანებით არ დადიოდნენ და ნუ ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და გადავდიოდი და ანუ სულ ერთად ვიყავით და იმას ჰქონდა ახალი დაწყებული ეს მცენარეების მოვლა და სწავლა რაღაცები. ამის და სწავლობდა რაღაცებს და ნუ მან მე ერთმა მესამე დამფუძნებელი ვინც ყავდა, მაგან გაგვიზიარა ეს თვითონ სასტუმროს კონცეფცია რა, რომ პლენტ ჰოტელი ყოფილიყო. და ნუ მე ჩვენც ბევრი ვიმუშავეთ და ნუ ეს სხვადასხვა სერვისებიც მივუმატეთ ამას რა და ეგრე დავიწყეთ. რომ აი რაღაც გვინდოდა რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და რაღაც ჩვენი დაგვეწყო და ეგ რაღაც ჩვენი გაგვეზარდა. და რავი ძალიან ნელ-ნელა თავისთვის იზრდება რა და აგროვებს ბევრ ლოიალ კლიენტს და ხო ვფიქრობ რომ ადამიანებსაც ეხმარება. და ნუ მეც მეხმარება რომ ჩემი მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყოს და მაძლევს იმის საშუალებას რომ მეც ვიკულიო ჩემი ინტერესები და კაია ძალიან ეგ. ხო, საინტერესო არის. მე არ ვიცოდი ამდენი ხანი თუ აკეთებდით მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ სულ ხდება ხოლმე სხვადასხვა რაღაც პოსტები და რაღაც კოლაბორაციებიც რაღაც სხვადასხვა ბრენდებთან და მაგიტო რაღაცნაირად ანუ ხო ისე ანუ თავისით იზრდება რა თქვი, ანუ ხო მართლა რაღაც ბუნებრივი ორგანოსავით არის და ანუ ნელა თავისით ვითარდება, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანი არის რაც ხედავ რო არის და თან ანუ ანუ ისე არ არის რა შემოწუხებულად რომ იხვეწება. ხო, იხვეწება, არ იხვეწება, ანუ თავისით მოდის.
იცი რა არის ერთი მინუსი რაც აქვს ჩემთვის, რაც როგორც აი თანადამფუძნებელმა ვერ აღმოვფხვრე ეგ მინუსი არის, რომ ძალიან სეზონურად დატვირთულია რა, ეხლა აი გაზაფხული არის სიგიჟე, აი კალენდარი რო გავხსნა, რაღაც აი ძალიან ბევრი საქმე არის გაზაფხულზე რა. მე ზაფხულში აი სამჯერ ნაკლები საქმე არის, იმიტომ რომ ზაფხულია და უფრო არის რაღაც ვორქშოპები და ეგეთი აქტივობები. მე შემოდგომაც არის აი გაზაფხულივით და მე ზამთარი არის ძალიან ცუდი. აი ყოველი ზამთარი როგორია, იცი რომ ეხა კაია ამას რო ვშვები და ესე უნდა იყოს თუ რაღაც აი პანიკები რომ ეწყება მე თვითონ და მე ნუ როგორც კი გაზაფხული გამოდის ისევ ცოცხლდება რა, რაღაც ანუ როგორ ზუსტად იგივენაირი ციკლი აქვს როგორც მცენარეს და ნუ მგონი უნდა შევეგო უბრალოდ რომ ეგრე არის და ვსო. კი, მე მგონი ზამთარი ისედაც ანუ არა მარტო მცენარეების მხრივ არის ცოტა ისეთი პრეტენზიული, ანუ ყველა განხრაში ჩემს ანუ ხო ანუ ადამიანებიც ეგრე ვართ რაღაც მხრივ რა, ანუ ეს ზამთარში ცოტა სამჯერ უფრო ნაკლებად პროდუქტიული შეიძლება იყოს, ვიდრე დაუშვათ გაზაფხულზე იქნები. იმიტომ რომ რაღაც უფრო დასვენების და ძალიან ისეთი პერიოდი არის. ხო, რაღაც იმისი დაძინების. ნუ ეხლა ეს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 4-ვე სეზონი. ანუ შეიძლება 4-ვე სეზონი გამოკვეთილად არ იგრძნობოდეს და უცბად გაზაფხულიდან კი ზამთრიდან ეგრევე ზაფხული მოდიოდეს, მაგრამ მაინც ანუ ხო, რაღაც ექსკიუზი გვაქვს თითქოს, რომ აი ზამთარში არ ვიყოთ ეგ მაგდენად პროდუქტიულები, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ზამთარი არის მარტო 3 თვე, ან არც კი. ხო, ეგრე არის. ანუ ჩემთვის ძალიან ეგეთია, აი რაღაც დაძინების პერიოდია რა, პროსტა რაღაც ინკუბატორში შევდივარ ზამთარში და ვფიქრობ რა უნდა ვაკეთო გაზაფხულიდან. ხო, მეც ზუსტად მაგას ვაკეთებ ხოლმე ზიარ და ვფიქრობ და ანუ გეგმებს სახავრო, ეხ გაზაფხული რომ მოვა, მე რას გავაკეთებ. მაგრამ ხო, ნუ ზამთარში ვცდილობ ხოლმე რა თქმა უნდა, ანუ ესე უბრალოდ არ ვატარებ დროს, მაგრამ მაინც უფრო მეტად გაზაფხული, ნუ როგორც ყველა ადამიანი. ეხლა ხანს გქონდათ კოლაბორაცია გასტრონომთან, როგორც ნახე. ეხლა მიმდინარეობს აქ კოლაბორაცია და ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ რაღაც ობიექტის შექმნა დამჭირდა რა. ნუ პროსტა რა შევხვდით, ეგ მითხრეს, რომ აი ჯაჯილი გვინდა და მე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, როგორ ჯაჯილს გავაკეთებდი, რომ შემძლებოდა ჯაჯილის გაკეთება და ვფიქრობ, რომ ძალიან საყვარელი რაღაც გავაკეთე. და რაღაც ეგ მინდოდა რა, რომ ანუ ყოფილიყო ძალიან 100%-ით მწვანე ეს ობიექტი, რასაც გავაკეთებდი და იმიტაცია ყოფილიყო ცოტა მთის და გორების, ანუ თადაბარის, კი არა და თადაგორი, როგორ არის? მთის და ხო, ნუ თადაბარი, ხო. ანუ გორაკი, აი გორაკების იმიტაცია მინდოდა გამეკეთებინა რა. სადაც ესე რაღაც მინდვრის მაგივრად იქნება და ჯაჯილი და მგონი, რავი, ნორმალური გამოვიდა. ეგ რაღაც ძალიან მომწონს ეგეთი ცოცხალი რაღაცები, იმიტომ რომ ძალიან დადებითი ენერგია შეაქვს ინტერიერში და სიცოცხლეში აქ რა. და თვითონ ეს ძირითადად მუშაობს ხაოსზე. ეს ჩემი თავარი სამუშაო მატერია არის ხაოსი და ძალიან მიყვარს და ძალიან კაი თვისებები აქვს და რაღაც ჰაერის ფილტრაცია შეუულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მინდოდა რომ ხაოსით გამომეყარებინა მაქსიმალურად. და შენით გააკეთე, ანუ შენით ამოიყვანე ეს ჯაჯილი და შენით გაზარდე. ნაწილი ჩემით გავზარდე, ნაწილი ვიყიდა ვიღაც ქალისგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მჭირდებოდა და რაღაც უცბად ეგ პანიკა დამეწყო, რომ ჩემ ბინაში ვერ ხვდებოდი მაგდენი რაღაც როგორ უნდა გამეზარდო. მაგრამ ხო და ეგეც ძალიან კაი, მანდაც ის გააზრება მქონდა, რომ ეს ჯაჯილი რო დავყარე რაღაც მომენტში და ვერ ვასწრებდი გაზრდას. აი მანდ კიდევ ვიგრძენი ის, რომ რამდენად განელებს რა სცენარებთან ურთიერთობა იმ ხრივ განელებს, რომ აი ვერ ვაჩქარებდი. აი რა უნდა ვქნა, დავყარე თესლი და ვიცი რომ ამოვა 10 დღეში და აი ვერაფერს ვერ ვიზამ. და მანდ კიდე ეგ ის მქონდა, რომ რაღაც ცხოვრებაშიც გადმომაქვს ხოლმე ეგ მომენტები რა, რომ აი მეც რაღაც არ უნდა ვაფრეშერებდა ჩემ თავს ძალიან და უნდა დაველოდო ნელ-ნელა პროცესების განვითარებას. და მაგის ყურება რომ ყოველდღიურად მიწევს რაღაც სხვანაირად აისახება კიდე ჩემ ცხოვრებაზე. და ეგ სიამოვნებს. მაგრამ ყველაზე კაი მაინც ის არის, რომ ის უმავიწყდება, რომ ხო ამბობენს, რომ იმ სცენარებთან მუშაობა რაღაც სტრესს ამცირებს და ანტიდეპრესანტია და ასე შემდეგ. და ნუ მეც ეგ ძალიან სასაცილო ვარ ხოლმე, აი რაღაც შეიძლება ძალიან მეზარებოდეს რაღაცის გაკეთება და რაღაც ძალიან დანევროზებული ვიყო და ნუ მიწევს რომ გავაკეთო.
და ნუ ამ რაღაცის კეთებას რო ვიწყებ 5 წუთში მოვიწყდება ეს ჩემი პრემდგომარეობა და უცბად რაღაც 3-7 ვხდები ვინც რაღაცას აკეთებს და მშვიდდება ამ პროცესში და ვფიქრობ რომ ძალიან იღბლიანი ვარ რომ ეგეთი რაღაც აღმოვაჩინე და ეგეთი რაღაც მსიამოვნებს და ეგეთი სამსახური მაქვს რომელიც მომშვიდებს რა ჩემი ჯოუქია ის რომ ანუ ხალხი ჩემ თერაპიაში იხდის ფულს რომ აი ვიღაც კი მიმარებს იმიტომ რომ 10 მცენარე გადაურგა მაგრამ ჩემთვის რეალურად ძალიან დამამშვიდებელი პროცესია ეგ და მინდა რომ რაღაც უფრო სიღრმეებში შევიჭრა მცენარეებთან მიმართებაში ხო, ძალიან კაი არის ეგრე რომ მოგწონს იმის გაკეთება, რასაც აკეთებ მართლა და თან ანუ ერთი არის რომ აკეთებ შენი სიამოვნებისთვის და მეორე არის რომ რაღაც ფინანსურ სტაბილურობაშიც გეხმარება და რაღაც მართლა ძალიან კაი მიხარია რომ ეგეთი რაღაც სამსახური გაქვს და მაგ სფეროში ხარ რაც მართლა გსიამოვნებს და მართლა მოგწონს. მეც მიხარია ხოლმე მართლა. ანუ იმენა ძალიან მადლიერი ვარ ხოლმე რომ მეთქი მადლობა რომ არ მიწევს ახლა რაღაც აი ახლა ზამთარში მომიწია რაღაც დისტანციური სამსახური დავიმატე და ანუ ისე მეზიწყებოდა იმის კეთება. მესმე. რო როგორც კი გაზაფხული მოვიდა მეთქი. პაკა. მე ხა აღარ მწალია საქმეები ბაკა. მესმის ძალიან მართლა და ანუ მაგაშიც გეთანხმები რომ ეგ რო გადმოგა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც რომ ანუ მართლა როგორც პლანტი ეგრე ხარ ადამიანიც და ანუ ვერ დააძალებ შენ თავს რომ მალე განვითარდე ანუ ადამიანებს და მით უმეტეს ქართველებს ძალიან გვიყვარს რომ ყველაფერი სწრაფ-სწრაფად ხდებოდეს რა ანუ აი ჩქარა და ბევრი და ანუ აი იდეაში ეგრე ხო არ გამოდის რა ანუ ვერ ანუ ხელოვნურად ვერ დააჩქარებ მოვლენებს ვერც შენ განვითარებას ვერც აი რაღაცას რო სწავლობ ვერც მაგას რა ანუ უცბად ვერ ისწავლი და ანუ გამოცდილებას 2 დღეში ვერ მიიღებ ანუ ყველაფერს დრო ჭირდება და ყველაფერს რაღაც თავისი ისა ხო ანუ თავისი გრაფიკი აქვს რასაც მიყვება და ანუ ძალიან კაი არის. და ძალიან ანუ მეც მანელებს ხოლმე ეგ და მომწონს რა. მომწონს საერთოდ ანუ აი კიდე შენ საქმეში კაი ის არის რომ რაღაც შენი დრო შენია. და ანუ 100%-ით რომ ყველაზე მეტად ეგ მომწონს რა რომ 100%-ით ჩემია ჩემი დრო და მე ვითვლი როგორ უნდა გავანაწილო ეს ყველაფერი და ანუ იმას არ ვამბობ რომ ზარმაცობ ხანამი ანუ შეიძლება პირიქით ავდგე და ერთი დღეს არ დავისვენო მთელ კვირაში რა მაგრამ ანუ აი მე გადავწყვიტა ეგრე მე გადავწყვიტე რომ ერთი კვირა არ დამესვენა და ეგეც ძალიან მომწონს რა ვფლობ მთლიანად ჩემ გრაფიკს შენ თავს ახმარ ანუ ისევ შენი თავისთვის არის ეგ დრო რა და ანუ ვიღაცის ანუ ცუდად არ ვამბობ მაგრამ ანუ აი სხვა ადამიანს რო ახარჯავ შენ დროს რაღაცნაირად ანუ თითქოს შენი დროის გაყიდვა გამოგდის რა რაღაც მხრივ მაგრამ ეს არის ანუ რაღაც кэшბექივით არის რა რომ თავიდან ძალიან ბევრი დრო დაუთმე უფასოდ ანუ რა თქმა უნდა როგორც ყველა საქმეს ჭირდება თავიდან ესე იწ ძალიან სიგიჟე იყო ეგ რომ აი წარმოიდგინე ესე კვირები თვეები მუშაობ და ანუ არაფერს არ იღებ მაქედან და ნუ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია მაგისი რა ანუ ვერ გაექცევი მაგას და ანუ ეგრე ხდება რა და ეგ ძალიან ანუ აი ძალიან ბევრი მქონია ეგ ბრეიქდაუნები რომ აი აღარ შემილია და რაღაც მაგრამ მაინც ხდებოდი ხოლმე რაღაც მომენტში რომ სხვა გზა არ მქონდა და თან მე უკვე ის დროც გენანება რა რომ ამდენი დრო დავახარჯა ახლა და ინვესტიცია ჩავდე ჩემგან და არ უნდა იმუშაოს ამ ყველაფერმა ეგ ძალიან მესმის ხო აი დროს რო ჩადებ რაღაცაში და უკვე ამდენ ეფორტს რო ჩადებ მე გენანება რა მაგის ესე გაშვება ძალიან და პირველი ნაბიჯები რა იყო რაც გადადგით აი როგორ დაიწყო ყველაფერი ძალიან გაგვიმართლა მაგაში რომ ეს ზუსტად მახსოვს თან რომ ძალიან მალე მოხდა რომ ეს თავიდან რომ იდეის განვითარებაზე ვსაუბრობდით ტარდებოდა social impact award-ი რაც არის რომ რაღაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ტარდება ერთდროულად 21 ქვეყანაში მგონი არ მახსოვს და არის რაღაც იმ ბიზნესების დასაპორტება რომელიც რაღაც სოციალურ ზეგავლენას ახდენს
და რაღაც როცა უკვე რო კონცეფტზე უმუშაობდით და რაღაცებზე ამ პროექტის დედლაინიც მოდიოდა და ანუ ამ პროექტმა დაგვაჩქარა უფრო იმ მხრივ რომ აი უნდა შეგვეტანა აპლიკაცია და ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მაგ აპლიკაციაზე მე ნუ გადავედით ფინალში და ფინალში ის გამოგვადგა რომ mentori ყავდა სამი თვე ვისაც კვირაში ერთხელ ხვდებოდით და მაგას საერთოდ გვიწევდა რომ გვებრეინსტორმინგა ჩვენი ბრენდის შესახებ რაღაცები და მე ნუ რაღაც ძალიან ძლიერი ბუსტი მოგცა იმან რომ გავიმარჯვეთ ამაში რაღაც მგონი იყო 10 გამარჯვებული და ერთ-ერთი ვიყავით ჩვენ არა ან 5 არ მახსოვს რა მნიშვნელობა აქვს და ნუ მაგანაც ცოტა ძალიან ცოტა ფული მოგცა და ისიც მოგცა რომ ნუ ჰაიპიც შეიქმნა ცოტა რა ანუ მე არ დამჭირდა მაგდენის შრომა რომ გამოვჩენილიყავი და თვითონ ამ პროექტმაც გამოგვაჩინა და ნუ მე უკვე ეგრე აგორდა რა ნელ-ნელა თან მაინც ეს სასტუმრო ანუ ძალიან ახალი იყო და ძალიან უკვირდა ხალხს და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და ძალიან დაგვეხმარა ეგ კონკრეტული სერვისის ქონა იმაში რომ უფრო და უფრო პოპულარული გამხდარიყო რა ჩვენი ბრენდი. და რა მოიაზრებოდა სასტუმროში რომ ანუ მიდიხართ ადამიანებთან სახლში თვითონ როცა არ არიან არა სასტუმრო მოიაზრებდა აუ სასტუმროზე სხვათა შორის ძალიან ბევრი თვე დაგჭირდა რომ კომფორტული სერვისი გამხდარიყო ყველასთვის რა რომ აი თავიდან ვერ ხვდებოდით როგორ უნდა ემუშავა რომ აი რამდენი ხნით მოაქვთ მინიმუმ რამდენი მცენარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იყო რომ მინიმუმ 1 თვე უნდა დატოვა და რაღაც რაოდენობა აი 2 მაინც რა არა 1-იც დამიტოვია ეხა უკვე ანუ 1-საც ვიტოვებ ანუ მინიმუმ 1 თვე მაინც უნდა ვიტოვებდეთ რა და მოაქვთ და ჩვენ სივრცეში არის თქვენ სივრცეში ანუ სხვა სასტუმრო ანუ სწორად გავიგე ხო მე რატომაც წარმოვიდგინე რომ ცოტა სხვა რაღაც წარმოვიდგინე სასტუმროში ხო აი თავიდან რომ ვიფიქრეთ რომ ვიღაცის სახლებში გვევლა ეგ რაღაც არ მოგვეწონა თვითონ იურიდიული მხრივ ძალიან რთული და სამენეჯმენტებელი იყო რომ ვიღაც სახლის რაღაც ქონების გასაღებს გიტოვებს და ექსესი გაქვს მაგაზე და ნდობის ფაქტორი ეგ არ გვინდოდა რა ანუ ვიღაცებს კი უთქვამთ რომ აი მე გენტოვით მაგრამ ანუ მე არ გენტობი ხო და მე არ მინდა რომ რაღაც უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღო და მე რაღაც მოვიდე როცა შენ არ იქ დაიკარგოს და ეგ ჩემი ბრალი აღმოჩნდეს და ამიტომ პროსტა მოტანით კი რა თქმა უნდა მაგრამ უფრო ეხა დროთა განმავლობაში უფრო აი მიტოვებენ ხოლმე ისეთ სცენარებს რომელსაც უჭირს რა და აი მე მიდევს ესე და პერიოდულად მკურნალობ და ვუვლი და როცა ვთვლი რომ უკვე გამოჯამცელ და უკან ვაგზავნი ხოლმე რა საყვარელობა ეხლა რომ წარმოვიდგინე რაღაც საყვარელი მცენარე რომ მოყავთ რომელსაც უჭირს და რაღაც შერეული რაღაც ძალიან საყვარელი სერვისი არის ალბათ ხო ნუ ბევრი ადამიანის გამხმარება მოყვებოდა ალბათ ნუ წარმოვიდგინე რატომაც იმიტომ რომ მცენარე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ანუ არ არის ანუ არ ვიცი ხო მე მგონია რომ ადამიანის მცენარე ყავს ნუ ეგრე გამოდის ძალიან დიდი ეფორტი ჭირდება და ძალიან დიდი ზრუნვა ჭირდება, იმიტომ რომ ანუ ისე ვერ იქნება რომ თავისთვის მაშინ უნდა იყიდო კაქტუსი, იმიტომ რომ კაქტუსი ხო რაღაც წელიწადში ერთხელ ჭირდება მორწმუნე. არა, ხო ეგრეც არ არის, მაგრამ ხო რა, ანუ ხო და ანუ ეგ იყო პრობლემა, რომ აი საქართველოს შუაში პრობლემა ეგ არის, რომ ქართულ ენაზე არ არსებობს რა ძალიან ბევრი ინფორმაცია და ეგ გვინდოდა მაგაში რესურსი ჩაგვედა ძალიან ბევრი რომ რაღაცები რაც ჩვენ ვიცოდით და რასაც ვკითხულობდით არაქართულ წყაროებზე და ჩვენ პრაქტიკასთან შერწყმული მე გადმოგვეცა ადამიანებს ანუ იდეაში იდეა ჩემი პროექტის არის ის რომ ნელ-ნელა უბრალოდ ადამიანები დაინტერესოს და მიცეს ის საჭირო უნარები რომ შეძლონ თვითონ ამ ყველაფრის კეთება რაც business wise ძალიან არასწორია და მან ვხვდები ხოლმე რომ საშინელი ბიზნესმენი ვარ იმიტომ რომ როცა რაღაც ეგეთი შეკვეთა შემოდის რომ ყველაზე გაყიდვადი სერვისი გვაქვს რომ მებაღი მოდის შენთან ბინაში და ყველა შენ მცენარეს მოვლას გასწავლის და თუ რამე პრობლემა აქვს გიგვარებს და გიტოვებს შემდეგი ანუ რაღაც კურსს ასე ვთქვათ ამ წამლების რა და ეგ არის ყველაზე მოთხოვნადი ის და მაგ სერვისში რომ მივდივარ ხოლმე აი ყველაფერს დეტალურად ვეუბნები და ნუ არ შემიძლია სხვანაირად რა, იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ იმ ადამიანმა საკუთარი მცენარის მოვლა იცოდეს თუ რაღაც რა. მაგაზე მოვაყოლა ეს აღარ მახსოვს.
ხო და ნუ იდეა ეგ იყო რომ უბრალოდ იცოდნენ ადამიანებმა მოვლა და მაგიტო ამ უფასო ონლაინ კონსულტაციაც ეგ არის რომ გვირჩევნია რომ ეგ ინფორმაცია რასაც ვფლობთ გავცეთ რა და ესე რაღაც ჩვენთვის არ იყოს მარტო რომ მარტო ჩვენმა მებაღეებმა იცოდნენ თუ რაღაც ანუ პირიქით ხო ბიზნესის მხრივ მე მგონი არც თუ ისე კარგი გაწყოდება არის მაგრამ იცი რა არის ძალიან დიდი loyal customer-ები დაგვიგროვდა ვინც ანუ ზუსტად მაგიტო გაფასებს რომ რაღაც ჩაციკლული არ ხარ რომ უბრალოდ სულ ჯავშნიდეს და ფულს არ თმავდა მეც ეგრე ვიქნებოდი აუცილებლად მე არ ყავს ჩემი მცენარეები იმიტომ რომ ანუ ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის რა მაგიტო მაგ ეს ლეგოს ყვავილები რომელსაც არ ჭირდება არანაირი მორწყვა და არანაირი წყლის გამოცვლა და არანაირი მიწის და უბრალოდ თავისთვის დგას და ნუ მეც რომ მცენარე ვყავდეს ალბათ აუცილებლად ისეთ ადამიანებს დავაფასებდი ხო ვინც ანუ არ ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ის გამომწვევს ასე ვთქვათ ომის ხანდახან ძალიან მეზარება ხოლმე ჩემი მცენარეების მოვლა და აი რაღაც ძალიან პარადოქსულია რა რომ აი შეიძლება ერთი კვირა ყოველდღე ვიღაცის მცენარეებს ვუვლიდე და აი ჩემსაც ვუყურებდე და აი რაღაც არ ვუყურებდე რომ აი ხა ამას ერთი მოვკალი ამ ზამთარს და ანუ ისე ნერვები მომეშალა ჩემს თავზე რაღაც ძალიან ლამაზი პალმა მქონდა რომელიც შევამჩნია რომ ცუდად იყო და აი გადავდე და ბოლოს მომიკვდა, მაგრამ ანუ 100% ჩემი ბრალი იყო. ანუ ზუსტად ვიცოდი რა ჭირდა, ზუსტად ვიცოდი რა უნდა მექნა რომ არ მომკვდარიყო. და მაინც აი რაღაც ვერ ვაბავდი თავს, არ ვიცი ძალიან უცნაურია. და როგორ გამოიყურება მცენარე, რომ სანამ აი ფიქრობ რომ უნდა მოკვდეს. აი რა გაჩნია რა მცენარესაც გაჩნია, მაგრამ უფრო მეტად აი ყველაზე common ალბათ არის ეს აღმოაჩინე მე რა ანუ აი ვერასდროს ვერ ვიგებდი რა იყო რაღაც ტროპიკულ მცენარეებს აი პალმებს დიდმწვანე ფოთლიანებს ფილოდენდრონებს მონსტერებსაც აი ეგეთ მცენარეებს ემართება ღეროს სოკო რაც არის ის რომ რა მოიღო ეგ მცენარე აი ძირში არის ძალიან ჯამრთელი ანუ ფესვები აქვს ძალიან ჯამრთელი და ეს შიგნიდან ლპება ანუ ღერო ლპება და ეს ფოთლები ლპება შიგნიდან და ეგ არის ძალიან ხშირი, ანუ აი ყველაზე ხშირი არის, იმიტომ რომ ეგ ხდება რომ აი ძალიან არასწორი მორწყვის რეჟიმი რო აქვს ეს ტენი რო აქვს ბევრი მიწაში, ალბათ ჩემი ლოგიკით შიგნიდან უჩნდება ალბათ ეს სოკო და მერე ურცელდება და ანუ ძალიან რთული არის რომ უმკურნალო, ანუ ძალიან ბევრი წამალი უნდა დაასხა. ხო, ну ალბათ pH დამარეგულირებლები და pH დამარეგულირებას არა მე ვასხავ ხოლმე თან სულ ცვლიდი ამ წამლებს, იმიტომ რომ ვერ ვხვდებოდი ამ კონკრეტულის ახლა რაღაც ძირითადად წამლებს ხვიდულობ დიდუბეში და ახლა იქ რომ მივდივარ და აი მონსტერას ახლა ღეროს სოკო აქვს და რა უშველო, აი ვერაფერს ვერ მეტყვიან რა და ნუ ბოლოს ვიპოვე რაღაც ძალიან კეთილი ფუნგიციდი რაც არის სოკოების წამალი რომელშიც არის ინაქტივირებული ბაქტერიები და ამ ბაქტერიებს ასხავდა ეს ბაქტერია ებრძვის ამ სოკოს, მაგრამ ცოტა ნელი პროცესია და ერთი სამჯერ მაინც უნდა შეწამლო. და ეგ არის ყველაზე common, რაც მხდება ხოლმე. და ნუ აი ეგრე ამჩნევ, რომ აი სიყვითლე ჩდება რაღაცნაირი მცენარეზე. ზოგ მცენარეს ეტყობა, რომ ღეროსთან რაღაც შავი ზოლი უჩდება და ეგრე ხვდები რომ ლპება. და ზოგს უჩდება, აი მონსტერას უჩდება ხოლმე მაგალითად შავი წერტილი. და გარშემო ყვითელი კანტი. და ეგ ნიშნავს ღეროს რაღაც. და ეგ ნიშნავს დიდი ალბათობით რომ ეგ სოკო არის რა. ყველაზე ხშირად ეგ პრობლემა მოხდება ხოლმე მე და ნუ აი ეგ შენაც ახსენე ეგეც წვეტების წახმობაც ხშირია, მაგრამ ეგ არის 100%-ით წყლის რეჟიმის დარღვევა რა. ან ბევრი წყალია, ან ცოტა, მაგრამ 95% შემთხვევაში მე რაც სცენარი მაქვს ნანახი, ბევრი წყალი არის. წყალი ვაფშე არ ჭირდებათ ეგრე ძალიან როგორც გქონია რომ ჭირდებათ. ხო, მეც ეგრე მგონია რომ ხო, ნუ ეგრე ძალიან არ ჭირდებათ. არ ჭირდებათ, ხო. იმიტომ ახლა გარეთაც ხო ამოდის ეს მცენარე რა, ანუ ხო ამოდის ჩვეულებრივად და რაღაცნაირად ანუ ისეთი შეგიძლია მაქვს რომ ახლა ხო არ წვიმს სულ. ხო. ანუ ხო. და ჩვეულებრივად ხო ძლებენ, ახლა რაღაც მცენარეები ხო არის რომ ანუ ერთი თვე ორი თვე ისე ძლებენ რომ წყალი არ ანუ წვიმი არ მოდის წვიმარა და ანუ არ უწევს წყალთან შეხება. ხო, ანუ წყალი კი არ ჭირდებათ მე რასაც ვაკვირდები, ტენი ჭირდებათ რა. ანუ პროსტა ჭირდებათ რომ ნიადაგში იყოს ცოტა ჰიუმიდ გარემო, რომ ეგ თორე აი სისველი არ ჭირდებათ იმდანაც.
ნუ წყალიც უნდათ ეხა, მაგრამ ხო, ნუ აი უფრო ეგ ტენი, იმიტომ რომ ტენში იზრდება ფესვები და ასე შემდეგ და რაღაც. წყლით ეხა ქოთნის სცენარებს ალბათ იმიტომ დაასხო მარტო წყალს, რომ ნუ ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიანად მაგეთ გარემოს და თან რაღაც ვიტამინებიც რომ მივცეთ. ხო. ხო, იმიტომ რომ ხო, გარეთ როცა ამის სცენარი, მაგას ხო მიწიდან ისედაც რაღაცებს იღებს, ხო, და ესე ქოთანში რო არის თავისთვის. ხო. მაგას ხო ალბათ წყალი და რაღაცები უნდა მისცე. ხო, ეგ ანუ ხო პირიქით ეგ არის რომ რაღაც 100%-ით შენზე დამოკიდებული არა ქოთნის სცენარი. და ამიტომ კარგად უნდა ცნობდე. ხო, ძალიან საინტერესო პროფესია ჩანს ესე როგორც ადამიანისთვის. საინტერესოა კი, თან რაღაც გამოყენებადი არის რა. თან მე რაღაც სცენარებთან აი სწორად დამოკიდებულება მქონდა, იცი რომ ესე აი ინსტინქტურად ხეები მიყვარდა სულ. რომ უყურებდი, აი ძალიან მომწონდა რომ მეთქი, ანუ ბავშვობაში ვამბობ და რაღაც და მე რაღაც ისე მოხდა რომ აგრონომიაზე ჩავაბარე. რაც არ მინდოდა დიდად. პროსტა ანუ მე მინდოდა უფრო ეკოლოგიის სწავლა და აი ბუნების დაცვის სწავლა, მაგრამ რაღაც ვერ ვიპოვე ეგეთი რაღაც აქ ვაპარებდი და რაღაც აგრონომეთქი აი გავწყვეტე რომ მოდი სცენარებს ვისწავლი პროსტა და ეს აგრონომია თავიდან ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ აი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სწავლობდი და რაღაც ქიმიას და ბიოლოგიას და მცენარეების ბიოლოგიას და ეგ ძალიან საინტერესო იყო. მაგრამ მე უცბად ნელ-ნელა გახდა რაღაც ტრაქტორები და 5 ჰექტარზე პამიდორს უნდა გამოვთვალო, რამდენი სასუქი დაჭირდება და ანუ ეგენი უკვე მან ძალიან ავიჭერი, რომ მეთქი ეს არ მაინტერესებს. და თან წავიკითხე რაღაც წიგნი, რომელშიც წერია, რამდენად დამაზიან, ანუ number 1 ბუნების დამზიანებელი არის აგრონომია და მეცხოველეობა number 1 თუ არა, აი მეორე, ანუ ერთ-ერთი top დამზიანებელი არის ეგრე. იმიტომ რომ საინტერესოა. თანამედროვე აგრონომიის ფილოსოფია არის, რომ რაც შეიძლება მეტი მოსავალი, ნაკლები დანაკარგით. ანუ მაგას ემსახურება იდეურად რა. და ანუ ამ ინდუსტრიულმა რევოლუციამ აგრონომიაში ეგ მოახდინა, რომ ანუ მონოკულტურები ძალიან დიდი მიწები გახადა მონოკულტურული, რაც იმას ნიშნავს, რომ აი 10 ჰექტარზე შეიძლება იყოს მარტო კარტოფილი. და აი ტყეს რო შეხედო ტყეში არასდროს არ გვხვდება ერთი მცენარე, ხო? ანუ სულ არის რაღაც მიქსი. და ამიტომ ამ კარტოფილში პრობლემა არის, მაგალითად, რომ რაღაც თუ გაჩნდა, ყველას ედება. მე ამ ყველას რო ედება, უკვე შენ გიწევს, რომ ძალიან ძლიერი ქიმიკატები იხმარო. მე ამ ძალიან ძლიერი ქიმიკატებით აზიანებ მიწას და კლავ მიწას. მე მიწას ხშირი დამუშავებით კლავ მიწას ასევე. და წყალს ახარჯავ ძალიან ბევრს თან რა. და ანუ ძალიან არამდგრადი სფერო არის და რაღაც თითქოს პროსტა რადგან წვანეს ზრდის გუგონია რომ კეთილია თორე არ არის კეთილი სფერო ვაფშე. მე თან აი კარტოფილის შემთხვევაში კარტოფილს რო ჭამ ზემოთ რამხელა მცენარეა ხო ანუ ის არის პროსტა ბოლქვი ქვედა ნაწილი. მე ეგ რაღაც waste არის რაც ლპება და აი greenhouse gases რაც არის ეგენი წარმოიქმნება. ხო და ანუ აღმოაჩინა რომ ძალიან არა ბუნების მოყვარული სფერო არის საჭმლის მოყვანა. და მანდ მე ხო მესა მომიწია რომ დამშტობებოდი მაგ სფეროს. დეკორატიული მცენარეებიც ახლა პროსტა სათბურებში ისდება. ესე დიდად არ დამირესერჩებიან რამდენად აზიანებს გარემოს, მაგრამ ალბათ აი მარტო იმაში დააზიანებს, რომ ტრანსპორტირება ხდება რა მაგათი. აი საქართველოში რა მცენარეც იყიდება, არაფერი საქართველოში გაზრდილი არ არის ხო, ანუ ყველაფერი შემოდის ან თურქეთიდან, ან იტალიიდან, ან ნედერლანდსიდან. ჰოლანდიიდან ხო. და ხო, მაგიტომ აგრონომია მე ცოტა მივივიწყე. მაგრამ გამიხსნა სხვა ინტერესები. თვითონ როგორ შეიძლება რომ ეს საჭმელი მოიყვანო ისე რომ არ აზიანებდეს არაფერს და ნუ აი ჩემით მაგ რაღაცებს სულ ვიკვლევ, მაგრამ ჯერ არ მიცდია, ანუ ესე პროსტა რაღაც ინფორმაციებს ვაგროვებ, მაგრამ წელს ვფიქრობ რომ პირველად შევეხო იმ სცენარებს რაც იჭმება და ერთი ეგეთი სატესტო მოსავალი მოვიყვანო. რომელიც ალბათ იქნება მწვანილების. პროსტა ეგეც მინდა რომ ის ექსპერიენსი მომწონს ძალიან რომ სამზარეულოში კიდევს ბაზილიკი და ამ ბაზილიკს თან ჭრი და თან იზრდება და ანუ ეგ მინდა რომ ცადო. ხო, ეგ მეც ძალიან მომწონს. ხო, აი მანდო რო გაქვს რაღაც. კი.
ვიდეოები მხდება ხოლმე, რომ აი რაღაც საჭმელს რო აკეთებს და უსვლა ეზოში რო გადის და ეზო და რო წვიტავს რაღაცას პაპრიკას რაღაცას და თან სასიამოვნოა. თან რო ზდიამ რაღაცას და თან რო გაძლევს ეგეც რაღაცას, აი საჭმელს ეგ აქ ძალიან კაი ისეთ სცენარებს, რასაც ჭამთ, რომ რაღაცას გაძლევს თან ამ მოვლაში. კაი არის. მოდა დეკორატიული მცენარეები თავს წერვები არიან და შეიძლება არაფერი არ მოგცენ, შეიძლება არ აყვავილდეს წლები. ანუ ხო მართლა. მაგრამ ნუ მაგაცთან დეკორატიულ მცენარეებში ალბათ უფრო მოვლა გაძლევს ბევრ რაღაცას რა. რო უვლი და აკვირდები და ცოტა მეც გავიჩით ეგ ადამიანი რა ახალი ბოჭორი აქ ჩემ მცენარეს და რაღაც მომენტში მithქვამს რომ შენ ძალიან დიდი მადლობა რომ იზდები ესე და ანუ აი რაღაც მიბაზრია მცენარეებთან მაგრამ სიამოვნებს ანუ ხო ვერავინ ვერ მხედავს მაგას რო შვები და მაგრამ ხო გამშვიდებს რა და ნუ რაც თავარია სივრცეებს აცოცხლებს ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და მგონია რომ რაღაც რაც დრო გავა, ანუ თან რაღაც ძალიან მზარდი ინტერესი მგონია რა, მგონია რომ ადამიანები უფრო და უფრო დაინტერესდებიან და უფრო შემოიტანენ სცენარებს. იმიტომ რომ ეხლა აი პიკშია პანდემიის მერე პიკშია. ანუ იმატებს და აი რატომ უნდა გადავწყვიტოთ ერთ დღეს რომ უი არ გვინდა სცენარების სახში, ანუ ხო შეუძლებელია რომ ეგ გადავწყვიტოთ. მე ეგრე მგონია. მეც ეგრე მგონია. რომ აღარ გავჩერდებით ცარიელს. ანუ მაშინ ესე იგი რაღაცა ძალიან ანუ მე რომ ვფიქრია, სულ აპოკალიფსი მოხდეს. სცენარის ნიდ მაინც იქნება. ანუ უეჭველი. და მაგიტომ გადავწყვიტე რომ ძალიან ჩემი დრო ჩავაინვესტირო ამ საქმიანობაში და უფრო ანუ ვიკვლევ ხოლმე რაზე შემილია, ასევე გადავიდე, ანუ რაღაც ძალიან მაინტერესებს, აი წინაზე ვფიქრობდი რომ აი მინდა რომ პარკებს გვეკმაოდე. აი ძალიან მინდა რომ ეგ უნარები შესაძლებლობები და ცოდნა მქონდეს, რომ ესე დავჭდე და რაღაც პარკი მოვიფიქრო როგორი უნდა იყოს. შეგიძლია რამე არა? ალბათ აი ანუ ალბათ მან უფრო მეტად დაპროექტებაზე არის და მაგ პროექტს რა მცენარე დაგეგმო. ორივე გჭირდება, რა, ორივე ცოდნა გჭირდება, მცენარეების ცოდნაც გჭირდება და როგორ კეთდება მაგის ცოდნაც გჭირდება. და რა ვიმედია მომდევნო წლებში მაგასაც ავითვისებ. ანუ კარგი პროფესია არის მოკეთ სხვა ადამიანსაც ურჩევდი რომ რა ქვია ეს სიტყვერად პროფესიას რას ეძახი. სულ ვიცვლის ახალს. ეხლა ბოლოს მოვიფიქრე რომ ინტერიერის ლანდშაფტის მებაღე ვარ. ოკეი. ბოლოს ეგ მოვიფიქრე რომ მეთქი ინტერიერის დიზაინერი ასევე. ლანდშაფტის მებაღე. ანუ ეგ ვარ რა, ანუ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე რომ ვიფიქრე, ანუ ეგ ვარ. რომ ქოთნის მცენარეების სპეციალისტი, ეგეთ შეგვიძლია დავარქვათ. ეგეც ძალიან კაი სახელი არის. ხო, უხდება პროფესიას. და ნუ გარდა მაგისა, ხო ისიც. ყველა კაი არის ვორქშოპების, ასევე თუ ვინმე არ ყოფილხართ ვორქშოპებზე. მოდი. მაგაზეც გვითხარი რამდენი სულ აი ასაკეთებთ ხოლმე და როგორ. ეხლა მაქვს ორი ვორქშოპი მაქვს ეხლა. ერთი არის კოკედამას, რომელიც თავიდანვე გვქონდა, ანუ ეს წლები ამოყვება და არის რაღაც იაპონური ტექნიკა. სადაც სცენარეს ვავხავსის ბურთში და ამას შენ დაკეთებ. ეხლა დავამატე ერთი 6 თვის წინ ალბათ ტერარიუმის ვორქშოპი, რაც არის მინის ჭურჭელში რაღაც მინიატურული ბაღის შექმნა. და კურსზე სხვა რაღაცები ისწავლება რა. უფრო როგორ შეძლო დამწყებებისთვის არის როგორ მოუვარონ ქოთნის სცენარებს თვითონ. და ნუ ამ რაღაც თეორიულ მასალებს რაც ჩემი შექმნილია ვატან რა, ამ დაავადებების ფოტოებს და მკურნალობის სქემას და ასე შემდეგ. და თან ვასწავლე. და ხო, და რაღაც გადარგვა და რაღაც საკეთები. და სხვა შორის წინაზე მოვიდა ერთ-ერთი კურსდამთავრებული, მე ჩემს სხვა ვორქშოპზე და რაღაც უცბად მითხრა რომ აი ძალიან შენი კურსის მერე სულ ვახარებ სცენარებს და მეთქი იეი რა კარგია რომ ქენი და სწორებს ეგ ყველაზე მეტად ეგ მომწონს რა ეს ჩემი ცოდნა რაც მიგროვდება გზა და გზა მაგის გაზიარება კიდე თან community იქნება რა community იქნება კი და საყვარელი community ესე ვერ შევკრიბე ერთი ხო მაგრამ ესე თავის პონჩი არია
შეგვიძლია ერთხელ დაბატირო ყველა თქვენ workshop-ი სადაც არის, რომ ყველას უთხრა, ყველა მოდით. ხო, მაგრამ როგორი community-ა იცი, ვიღაც არის, ვინც კურსზე იყო, ვიღაც არის, ვინც workshop-ებზე დადის, ვიღაც არის, ვინც პროსტა სახში მიბარებს პერიოდულად და ანუ რაღაც სხვა მე ვაერთიანებ ყველას ესე სხვა გაერთიანების წერტილი არ აქვს, მაგრამ ხო შეიძლება. ეხლა ზაფხულში. workshop-ები თალკი არის და კურსები თალკი არის, ხო, ეხლა რატომაც ანუ აქამდე რატო ვერ მივხვდი მაგას არ ვიცი, რაღაცა ეხა გავანალიზე რა ხო, ну კურსი ჩავატარე ჯამში ალბათ, ეხა ვატარებ მეხუთე ჯერ ეხა იწყება ერთი კურსი და მეხუთე კურსი გამოდის. ანუ ბევრჯერ არ ჩამიტარებია. და კურსის განმავლობაშიც ანუ მაგას სწავლობენ ადამიანები, რომ მცენარეები როგორ გაზარდონ და მოუარონ რა. როგორ გააკეთონ ის ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ და როგორ შეწამლონ და როგორ გადარგან და ხო ეგ ყველაფერი რო იცოდნენ. და სად აკეთებთ ხოლმე კურსებს და workshop-ებს? აი სულ ვიღაც სივრცეებთან თანამშრომლობთ რა. ეხლა Sling Cafe-ში ვაკეთებ workshop, რა ქვია, კურსს და workshop-იც ჩავატარე ძალიან ბევრჯერ მანდ. კიდე აქამდე თანამშრომლობდით ხელების სკოლასთან. ძალიან საყვარელი სკოლა იყო, სადაც ეს ხელსაქმეებს ასწავლიდნენ სურა. და მან ვატარებდი კიდე. და ესე რა, ანუ აი გააჩნია სეზონს და გააჩნია ძალიან ხშირად თვითონ მოდიან და თავაზობენ მეც მივდივარ და ვეუბნები რომ ძალიან მოუხდება შენ სივრცეს ჩემი workshop-ი და არ გინდა და ეგრე. ესე რაღაც კონკრეტული სივრცე არ მაქვს ჯერ. ხო, მარტო ჩემი რაღაც პატარა სტუდია ოთახი, სადაც მე ვმუშაობ და 1000-ში ერთხელ მცენარეებს ვიტოვებ სამკურნალოდ. რომელიც ესე ღია არ არის რა ხალხისთვის ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ეგრეთ საინტერესო არის რაღაცნაირად სხვანაირ ხიბლს ძენს კიდე მაგ ყველაფერს რა, რომ ანუ კოლაბორაციებიც ძალიან ცოცხალი რაღაც არის რა. და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო არის და ძალიან მნიშვნელოვანიც არის თან ბრენდისთვის და თან რაღაცნაირად ანუ კაი არის ხო? ძალიან კაი არის. ანუ ყველასთვის კარგი არის რა, ანუ რაღაც community-ვით იყურება, რომელიც ერთმანეთს ასაპორტებს და რაღაც აი პატარა ბიზნესებში საყვარლობა ეგ არის, რომ ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთს დაეხმაროს რაღაცით რა. და ეგ ძალიან მომწონს და ხო, მომწონს რომ მეც ვეხმარები და თვითონაც მეხმარებიან ვიღაცები. და რაღაც საყვარლობა არის ეგ ეკოსისტემა რა. რაღაც ხო, ვისაც რაღაც იდეოლოგიურადაც ემთხვევით თან ძირთად ხა workshop-ებს ვისთანაც ერთად ვატარებთ, იმიტომ ვატარებთ, რომ იმათ სცენარეები აინტერესებს და ჩვენ მაგათი სივრცე რაღაცის გამო მოგწონს, ხო? რომ ან შეიძლება იყოს ვეგანური კაფე, ან შეიძლება იყოს ეს, ვისაც რაღაც იდეოლოგიურად ვემთხვევით. მაგრამ ნუ კიდე ასევე workshop-ებს გვიკვეთავენ ხშირად დიდი კომპანიები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არის, რომ ზრუნავენ თანამშრომლებზე ეგრე, რომ თანამშრომლებისთვის უკვეთავენ ხოლმე ჩვენ workshop-ებს და რავი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რამე არის, რაც შეიძლება კომპანიამ გაჩუქოს, როცა მან მუშაობ. და უფრო მეტად როგორი კომპანიები არიან ხოლმე, ვინც მაგას აკეთებს? ანუ ისეთი, ვინც აი მცენარეებში. არა, პირიქით. აი ძალიან კორპორაციებიც შეიძლება იყოს, შეიძლება რაღაც აი კლინიკა შეუკვეთოს თავის თანამშრომლებს, ანუ ბანკშიც ყოფილვარ, ანუ აი ესე კონკრეტული ის არ არა, უბრალოდ აი უფრო დიდი ბიზნესები, ვინც ცდილობს რომ იზრუნოს თანამშრომლებზე. და ინტერესთან გამომდინარე ალბათ, ნუ თავაზობენ თავენ თანამშრომლებს. ხო, არ ვიცი, ხო ხა მან შერჩევას ვინ დაესწრება, არ ვიცი როგორ ახდენენ, მაგრამ ხო. კი და ეგეც სასიამოვნოა ხოლმე ძალიან. იქ იმას ყოფილვართ, რა ქვია, რიტრიტებზეც. და ეგეც ძალიან კაი გამოცდილება იყო, რომ რაღაც 2 დღიან რიტრიტზე ერთ-ერთი აქტივობა, რამდენიმე საათი იყო ჩვენი და კაი იყო. მაგასაც ვისურვებ. და სხვა კოლაბორაციები აი რა ყოფილა ისეთი, რაც შენთვის იყო მაგალითად დასამახსოვრებელი და ძალიან ისეთი გამორჩეულად, რომელიც ან რამოდენიმე შეგვიძლია რა გითხრა. არ ვიცი, ახლა ეს გასტრონომის კოლაბორაცია ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ ცოტა მომიწია, რომ სხვა მხრივ მომუშავა და ისეთი ობიექტი შემექმნა, უფრო იყო არა ანუ უფრო რაღაც სხვანაირი კრეატიული სამუშაო იყო, რაც რის გამოცდილებაც აქამდე მქონდა, მაგრამ ნუ აი ესეთი მასშტაბური არ იყო რა.
და ეგ ძალიან მესიამოვნა, რომ აი მომიწია, რომ ეს ჩემი ცოდნა და დრო სხვა რაღაცისთვის დამეთმო. და ძალიან მომეწონა თანაც გამომივიდა ეგ და მესიამოვნა. კიდე რავი ეს რიტრიტის კოლაბორაციაც ძალიან სასიამოვნო იყო, რომ რაღაც ეგეთი 7 ვიკენდის ნაწილი იყო, სადაც უზიარებდი ადამიანებს ამ ყველაფერს. კიდე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მოკლედ ეგის დავა ეგეთი მოდელი არსებობს სოციალური ბიზნესის, რომ ვთქვათ ზუსტად რომელი ბრენდის მოგონილია არ ვიცი, მაგრამ როცა ყიდულობდი ფეხსაცმელს, ისინი ვიღაცას უგზავნიდან ერთ ფეხსაცმელს საჩუქრად რა, ვისაც რაღაც მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ვთქვათ. და ვორქშოპებზეც ეგ ვქენი, რომ რაღაც კონკრეტულ ვორქშოპებს რა შემიკვეთამენ ხოლმე, რაღაც პატარა ჩემთვის გაკეთებული ფონდივით მაქვს, სადაც ვინახავ რაღაც ფულს და მე ვიღაცებს ვუტარებ უფასოდ იგივე ვორქშოპს რა. და ეგეც ძალიან კარგად ჩამრჩა, რომ ერთხელ გავაკეთე, მე სადაც მაქვს სახლი, მაქვს სოფლის სკოლაში. და რავი, ძალიან მესიამოვნა მე თვითონ, რომ რაღაც სულ რაღაც 20 ბავშვი ცხოვრობს თელ სოფელში, მაგათ რაღაც განსხვავებული შევთავაზე და განსხვავებული შუადღე მოვუწყე და აი ძალიან გაერთნენ და მეც ძალიან გავერთე და ეგეც ძალიან სიამოვნებს ხოლმე რა. ეგეც კაი იყო. არ ვიცი, კოლაბორაცია იყო ბედიარის სკოლასთან, რომელმაც კარგად ჩაიარა. ხო, კარგად ჟღერს ან მე რო ყოფილიყავ მაგ ბავშვებიდან ერთ-ერთი ალბათ ხო გამიხარდებოდა, რომ ანუ მორიგი შაბათი კიდე პარასკევი არ არის და რაღაც კიდე რაღაც ვორქშოპ ფესტივალი ჩატარდა და მან ეგეც ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ მან ჩავატარა სიდბომბების ვორქშოპები. და ანუ ეგ სიდბომბების იდეა და ურბანული გამწვანების რაღაც ჩემი ფილოსოფია მან ძალიან ისე ანუ ჩუმად გავუშვი ამ ვორქშოპის მონაწილეებთან, რომ მეთქი ხალხო ჩვენ გარშემო სიმწვანე არ არის. და ეხლა მე შენ გასწავლი თესლის ბომბა როგორ გააკეთო და როგორ გამწვანო გარშემო ის და ეგ მომეწონა, რომ ანუ უფრო მეტად მაგ ვორქშოპზე ამ ინფორმაციას ვაძლევდი, ასე ვსპამავდი ადამიანებს, რომ მეთქი გარშემო ეს სივრცეები ჩვენ გვეკუთვნის ხალხს. და უნდა გავუფრთხილდეთ და გავამწვანოთ და რაღაც და ეგეც მაგიტო მომეწონა ეგ კოლაბორაცია. რავი, ალბათ კიდე იყო რაღაცები, რასაც ახლა ვერ ვიხსენებ. ხო, ну, დარწმუნებულიო, რომ ბევრ საინტერესო პროექტზე გიმუშავიათ და იმუშავებთ ალბათ კიდე ბევრ რაღაცაზე, იმიტომ რომ უფრო და უფრო ჩემი აზრით, როგორც სხვა რაღაც სფეროებთან ერთად, ეს სფეროც და ზოგადად სცენარეების მოვლა და ანუ მაგ ყველაფრის მნიშვნელობა ნელ-ნელა უფრო მეტად იზრდება და ну რა თქმა უნდა თქვენი დამსახურებაც არის მაგ ყველაფერში, რომ აცნობთ ადამიანებს იმ ყველა რაღაც იმ საჭიროებებს, რაც სცენარეს გააჩნია და თუნდაც მათ რაღაც მოვლას ასწავლით და რაღაც ანუ ძალიან კარგი საქმე არის მოკლედ და ძალიან მიხარია, რომ ნუ ჩვენთანაც რაღაც საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვინც მაგ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ მგონია, რომ უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თუნდაც სცენარეების მოვლა,საც და ცხოველების მოვლა,საც ასევე რაღაცნაირად ანუ უფრო მეტად განვითარებულები არიან მაგ მხრივ და ანუ მომწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნელ-ნელა ბევრი სხვადასხვა კუთხით ვითარდება, ანუ არა მარტო თუნდაც რაღაც სცენარეების განვითარების და რაღაც მოვლის მიზნით, არამედ აი ყველა სფეროში ნელ-ნელა საქართველო ვითარდება და რაღაც თითქოს თავის კვალს რაღაცეებში ტოვებს, ანუ იმის მიუხედავად, რომ თვითონ ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულად მიმდინარეობს და ძალიან რაღაც არ ვართ ალბათ იქ, სადაც გვინდა რომ ვიყოთ ადამიანებს, მაგრამ მაინც ნუ მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ. ხო. რომ წინ მივდივართ და ნუ კარგი იქნება რომ უფრო სწრაფად რო ხდებოდეს ეს ყველაფერი და უფრო ტემპში რო ვიყოთ, მაგრამ ნუ უმოძრაობას ყოველთვის ჯობია რომ ხო. ხო, მაგაში დროით განვითარდეს. ის დაგვეხმარა ცოტა რა ალბათ ინტერნეტი და ინგლისურის ცოდნა. ხო. მაგაში ძალიან დაგვეხმარა რომ რაღაც ჩვენით დავიწყეთ რა, აი მე ხარ აი რავი, ანუ იმდენ სვარისერჩებ ხოლმე ჩემთვის, აი არავის ვერაფერს არ ჭირდება და
მე თვითონ რაღაც თემას ამოვირჩევ და აი ვუზივარ კვირები ალბათ და რავი მაგის შესაძლებლობა ალბათ არ იყო რამ 10 წლის წინაც, იმიტომ რომ ინტერნეტი შეიძლება როდის გაჩნდა ვაფშე ჩვენ ცხოვრებაში. ნუ ჩვენთან გვიან მე ვიყავი ალბათ რავი 8 წლის. ვიყავი პატარა. ფიქსოზე შევედი პირველად 8 წლის რო ვიყავი ჩემი მეგობრების საიტზე. და ეგ მახსოვს. მაგრამ ხო ანუ კარგად ვიყენებთ ჩემი აზრით რა ამ ხელსაწყოებს. და კაია. ხო, ნუ უნდა გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ნუ არის და ხო, და გვეხმარება. კარგი. მე ურამის დამოტება ხომ არ გინდა კიდევ ანუ გონია არა. რამე რჩევა ხო არ გინდა მისცე ადამიანებს. რჩევა ან შენ პროფესიით დაინტერესებული ვინც არის, ანუ ახლა მაქვს ახალი რაღაც ნიშა აღებული ჩემ პოდკასტისთვის, რომ მინდა რომ ჩემს მაყურებელს გავაცნო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. და შენ პროფესიასთან დაკავშირებით აი ურჩევდი თუ არა ადამიანებს და მოდიში. აი ურჩევდი თუ არა ადამიანებს და რა არის ანუ ისეთი რაღაც რამოდენიმე რაღაც, რამაც გადაგაწყვეტინა მაგალითად ამ ყველაფერში რომ ეს ყველაფერი დაგეწყო და იმავე ძალიან ძეწილად გამივიდა და ის ადამიანები, ვინც დაინტერესებულები არიან ამ სფეროთი, მოკლედ რას ურჩევდი მაგათ ხო? ხო, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ მცენარეები თუ აინტერესებთ, ეგეთ ადამიანებს ძალიან მოეწონებათ ამ სფეროში არსებობა რა, ანუ შეიძლება ეს არ იყოს რაღაც ძალიან, რავი, შენი კომპანია დაიწყო, რომელიც მაგ სერვისებს თავაზობს და პირიქით შეიძლება რაღაც ოფისში იმუშაო მომნელად მცენარეების და ანუ ბევრად კარგი იყოს ეგ. ან შეგიძლია რაღაც სათბურშიც იმუშაო და ანუ ბევრი შესაძლებლობა გააქვს ჩემი აზრით რომ იმუშაო რა. არის კიდე ძალიან ანუ მე ვიტყოდი რომ ძალიან საჭიროება არის ეზოს მომლელების, რომლებიც აგარაკებზე ეზოებს მოვლიან, რაც არც თუ ისე რთული საქმეა. და შეუძლიათ რომ აი იმენა ეგ იყო. რომ აი ეზოების მომლელი და ძალიან კარგი შემოსავალი გქონდეს იმის კვალობაზე, რამდენ დროსაც ხარჯავ. კაი ის კიდე ის აქ რომ ფიზიკურად მუშაობა გიწევს და გინდა თუ არა ფიზიკურად აქტიური ხარ, იმიტომ რომ რაღაცების ძალიან დიდი პლუსია. თან ჰაერზე ხარ თუ აგარაკზე გიწევს მუშაობა. და ნუ პროცესად საკვირდები და რავი რა არსებობს თან ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე ერთწლიანი და ორწლიანი კურსიც არსებობს, რომელიც შეგიძლია გაიარო და რაღაც უფრო თავდაჯერებული იყო შენ უნარებში და თვითონაც მე ეგ კურსიც რაღაც გზის გაკვლევაში დაგეხმარება მაინც რა და ეგეთ კურსებს დავარისერჩებდი მე. და კი, ანუ არ უნდა შეეშინდეთ ჩემი აზრით ადამიანებს, თუ იმ ადამიანებს, ვისაც სიმწვანე მოწონთ და აი ერთი ბიჭი არის ჩემთან მუშაობს რა. რომელსაც აი ესე full time ის მომუშავე ადამიანები არ გვყავს, მაგრამ პერიოდულად რაღაც შეკვეთებზე ვუშვებ, ან მეხმარება ხოლმე და აი ძალიან კაი მაგალითი არის რა იმისი, რომ 13 წლიდან სულ ამ მცენარეებს ზრდიდა და მოწონდა და რაღაც წინაზე ეწერა, რომ რაღაც ცუმაბულინგებდნენ ამაზეო რა და ანუ დღეს რავი სათბურში მუშაობს, 18 წლის არის, კოლეჯში დადის და სწავლობს მცენარეებს ზრდის და ყიდის და ნუ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად არის იმისთვის თავის ასაკთან შედარებით და ინტერესი იმას აკეთებს, რასაც უნდა და ანუ ეგეც შეგიძლია რა, რომ აი მცენარეებს ეგ აქვს, რომ აი რავი თუ ეგრე ძალიან გიყვარს, გაზარდე და გაყიდე. ანუ გაიყიდება უეჭველი მცენარე. კი, ანუ მე ბევრი ყოფილა, რომ აი დაბადების დღეზე ანუ ბაბუაჩემს აქვს ამერი მცენარეები და ძალიან მოყვარს და ძალიან კარგად უვლის თან. და რომელიღაც ფიკუსის ხე გვაქვს სახლში და რამდენიმე ჯერ ყოფილა, რომ აი დაბადების დღეზე რო წავს ვარ, წამიღია ეს ფიკუსის ხის ეს აი ოღონდ აი ბაბუაჩემი ესე პატარა რაღაც აი თავისი რაღაც ესე ჭიქასავით რაღაც ქონდა და აი ბალა ხაკერდა იმასთან ერთ ქვიშასთან ერთად შეცვიანად რაღაც ამ სცენარეს არ ვიცი როგორ აკეთებდა, მაგრამ ამ სცენარეს მატანდა ხოლმე რა. და რაღაც ანუ მახსოვს რომ რამდენიმეჯერ მიჩქებია და ძალიან უხარავდა ყველას. ანუ რაღაც თითქოს აი მე რა ვფიქრობდი ჩემ თავთან მეცინებოდა რომ ვიღაცას პასუხისმგებლობას ჩუქნი რა რომ ანუ აი ხანცერს მოვაროს, მაგრამ უხარია ადამიანებს. კარგი საჩუქარია. კაი საჩუქარი არის ხო?
და ანუ ძალიან დიდი სფერო არა მაგის თქმა მინდა რომ ანუ აი ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლია აკეთო და თან შეგიძლია რომ გზადაგზა იკვლევ მეც ვიკვლევ ხა არ ვიცი ზუსტად სად გავჩერდები და რა იქნება ჩემი რაღაც სტოპი ანუ მეც კვლევის პროცესში ვარ ესეც ვცადე მოულაც ვცადე ვორქშოპიც ვცადე ისიც ვცადე და ანუ ძალიან ბევრი რამე შეუძლიათ იმ ადამიანებს აკეთონ ვისაც მოწონს სცენარებთან ურთიერთობა და ეგ ყველაფერი უნდა იკვლიონ რა ხო თქვენ იმ ადამიანებისთვის ვისაც საინტერესებთ იკვლიათ სცენარები იკვლიათ აუცილებლად შენი იმ ინსტაგრამის მისამართს და ყველაფერს ინფორმაციას მივუთითებ ქვევით მითითებულ ბიოგრაფიაში თუ ინფორმაციის ველში და შეგიძლიათ თუ რაღაც კითხვები გექნებათ სცენარებთან ან გენდობათ თქვენი სცენარის დატოვება ან რაღაც გენდობათ რომელიმე კურსის გავლა ან ვორქშოპის არჩევლთან დაუკავშირდეთ და დარწმუნებული ვარ რომ დიდი სიხარულით და мотивაციით და რაღაცა ყველაფრით მაგ ყველაფერსში დაგეხმარებათ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი და წარმატებები. ყველაფერი იმედია მალე გავისეირნებ გაკეთებულ პარკში. კარგი. Пока.